ერთ-ერთი პრობლემა, რაც მართვისმოწმობის თეორიის სწავლის დროს შეიძლება შეგექმნას, არის მასალის მალე დავიწყება. ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი მოსწავლე თავისით სწავლობს ან იმეორებს ბილეთებს სხვადასხვა საიტზე, მაგრამ მეორე დღეს იგივე შეცდომებს უშვებს და ამასობაში გულიც უსრულდება გამოსვის ჩაბარებაზე. მასალის დავიწყების მიზეზი არის თემების არათანმიმდევრული სწავლა. მაგალითად, ჯერ რომ გზაჯვარედინის გავლის რიგითობა ისწავლო და შემდეგ პრიორიტეტის ნიშნები, საბოლოოდ ვერც ერთს გაიგებ და ვერც მეორეს. სწორედ აქ შემოდის კურსის უპირატესობა. და მარტივი თეორიის კურსიც სწორედ ამით გამოირჩევა. კურსის სილაბუსი, ანუ გაკვეთილების თანმიმდევრობა შექმნილია ისე, რომ ყოველი შემდეგი თემა იყოს წინა თემის ლოგიკური გაგრძელება, რაც საკმაოდ გაგემარტივებთ სწავლის პროცესს. ამიტომ, თუ დამწყები ხარ, ან უკვე გარკვეული ცოდნა გაქვს საგზავნო მოძრაობის კანონების შესახებ, ან გეზარება მასალის მოძიება და შემდეგ შენით სწავლა, შეგიძლია მარტივი თეორიის კურსით საფუძვლიანად შეისწავლო მთლიანი მასალა, რაც გამოცდაში შედის. კურსზე წვდომა სამუდამოა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა გსურთ და რამდენჯერაც გსურთ, შეგეძლებათ ვიდეო გაკვეთილების ყურება.